ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ინფორმატორის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება კვირის განმავლობაში ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეები. მაშასე ჩვენს გამოშვებაში თქვენ გელით. ამ კვირაში ჯგუფმა ქუჩის ბიჭები რუსა მორჩილაძის სიმღერაზე ყველაფერი მეორდება, ვიდეოკლიპის გადაღება დაიწყო. კინოთეატრ ამირანში რიგით მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი ოქროს პრომეთე ოთარ იოსელიანის ფილმით ორშაბათი დილა გაიხსნა. საკმაოდ წარმატებულად დაბრუნდნენ მოსკოვიდან დრამატურგები ბასა ჯანიკაშვილი, ლაშა ბუღაძე და მანანა დოიაშვილი. 16 ოქტომბერს სპორტის სასახლეში და აჭარა მიუზიქოლში ასტუდიო კონცერტს გამართავს. მათ შემოქმედებაში სიახლეებია. ამ კვირაში კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში იაპონიის კულტურის დღეები დაიხურა. წარმოდგენილი იყო ხალხური და თანამედროვე მუსიკა. ამ კვირაში ჯგუფმა ქუჩის ბიჭები რუსა მორჩილაძის სიმღერაზე ყველაფერი მეორდება, ვიდეოკლიპის გადაღება დაიწყო. გიგა ნავს არ ვიღებ? აი ესე იყოს და ესე ვიაროთ რა კაცო რა. იყოს ეგრე ხო? რაც არტიმეთში გავერთიანეთ, პირველი კლიპია, ეხლა დავიწყეთ მუშაობა პირველ კლიპზე, ამ კლიპს დავამთავრებთ, მე შემდეგზე გადავალთ და ამუშავდით მოკლედ. ეს სიმღერა თავისი არანჟირებით და თავის შესრულების მანერით არის აკუსტიკური არანჟირება აქვს, ანუ აკუსტიკურ გიტარებზეა გაკეთებული და ჟღერადობაც ჩვენი არის რადიკალურად სხვანაირი და ახალი, იქიდან გამომდინარე, რომ ცოცხალ ინსტრუმენტებთან მღერივართ და რაღაცნაირად ახალი ხედვა. თიკა ფაცაცია ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. სიმღერების დიდი ნაწილი მან დათო ფორჩხიძის სტუდიაში ჩაწერა. უკვე 1 წელია ალბომზე მუშაობ და ვერაფრით ვერ წავიყვანეთ ბოლომდე. ანუ ბოლოში ფინალში ვერ გავედით ჯერჯერობით, მაგრამ ერთადერთი რაც მახარისებს და მაიმედებს ეს არის, რომ კარგი სიმღერები გამოდის. ჯერ ბოლომდე მაინც რამოდენიმე სიმღერა მაინც გასაკეთებელია და ეს ყველაფერი მე კიდე დასაბალანსებელია, დასამასტერინგებელია, ასე რომ ჯერ ძალიან ბევრი სამუშაო კიდე წინა გვაქვს. დიზაინერი უცვლელია სალომე. კლიპს გადაიღებს შალვა რამიშვილი, ანუ იდეის ავტორის და რეჟისორის თავად იქნება. როგორც იცით, თბილისში მიმდინარეობს ხელოვნების საერთაშორისო ფორუმი ქარავან სარაი. მისი პროგრამით არაერთი გამოფენა მოეწყო. 1 ოქტომბერს კი მონაწილეთათვის მოეწყო ელექტრონული მუსიკის საღამო განტვირთვისათვის. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა
თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ფორუმი, რომლის ფარგლებში სტარტდება ელექტრონული მუსიკის კონცერტები, სხვადასხვა გამოფენები და დღეს აქ არ ვიცით მართალია სად, მაგრამ აქ ამ ფორუმის მონაწილეები ისვენებენ. მოგწონს? მომწონს. ეხლა როგორც ხედავთ, უკრავს DJ ჟორჟიკა და ნიკა წერეთელი ერთად. ეხლა არის დასვენების საათები. აი როგორც არის სცენათა ბანაკებში რო იყო, ხო იცით ძილის რაღაც საათი რო იყო შუადღეს. მაგრამ ეს საღამოზე გადმოვიტანეთ და საკაიფო კონტი არის, მე მომწონს. როგორც სერიოზულად ამ კვირაში ჯგუფ ფორტეს არაშემოქმედებით ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და მეცაც გეტყვით კურიოზული რამ მოხდა. ერთსა და იმავე დღეს გადაწყვიტეს გათხოვება ირინა კახნიაშვილმა და ნინო ახობაძემ. ამ დროისათვის ფიქრობ ისინი უკვე დაუბრუნდნენ თავიანთ მეგობრებს. ესეთი პრეცედენტი არც ერთ კოლექტივში არ მომხდარა, რამე თუ ჩვენ ვართ კოლექტივი, ამიტომ კოლექტიურად გვიყვარს ყველაფერი საერთოდ. გალიაში ჩასასმელად მინდიხარ ჩარ ამაჩარ ჰეი ჩარ ჰეი შენ ხომ ჩემი უფრო დიდი ხარ ერთი დილა წავიდა და ერთ საღამოს ასე თუ ისე რაღაცა დაახლოებით კი ვიცოდით ერთს ვიცნობთ ანუ ნინოს გამაბედნიერებელს ვიცნობთ ძალიან გვიყვარს ძალიან მე ხა მრავლობებში ვლაპარაკობ რა თქმა უნდა ატიმინი კოლექტივა მოგიდის სარეშხანი თუ კი ბევრჯერ დაცადე თუ გამირბის განამართლა გაქცევარე თუ ამდენი გაცდილი ეს ცხოვრებაც მაცალე პირველ რიგში ულოცავ ირინასაც ნინოსაც გაბედნიერებას უსურვებ რა ვიცი ყველანაირ წარმატებებს ბედნიერებას პირველ რიგში რაც თავარია და რაც შეეხება გეგმებთან დაკავშირებით აი ორი რიცხვიდან უკვე ძალიან დაკავებულები იქნებიან იმიტომ რომ სულ კონცერტები აქვს თითქმის ყოველდღე გამოსვლები რაც შეეხება კონცერტებს და ისეაც აქვს ალბომი მოსამზადებელი კლიპი გადასაღები ეს მომავლის გეგმებს რაც შეეხება და ამიტომ ფორტე ალბათ ფორტე ყველას წარმოუდგენია არის რაღაც ერთიანი ორგანიზმი და დარჩება ალბათ ბოლომდე ასე. ამ კვირაში კინოთეატრ ამირანში რიგით მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი ოქროს პრომეთე ოთარ იოსელიანის ფილმით ორშაბათი დილა გაიხსნა. მე მგონია რომ ამგვარი ღონისძიება შეიძლება ჩანერგავს ჩვენს მოსახლეობაში და მაყურებელში იმ გემოს რომ ნახონ ნამდვილი კინო და ამავე დროს მინდა უბრალოდ გითხრათ რომ რახან არაჩვეულებრივი ჩვენი წარმომადგენელი დიტო ცინცაძე არის სან სებასტიანის ფესტივალის ლაურეატი მე ყველას გილოცავთ ამ ამბავს ქართული კინო აღარ არის პრაქტიკულად მაგრამ მაინც 10 წლის წინანდელი 15 წლის წინანდელი რაღაც დიდება მაინც ახსოვს ხალხს სცენარის ავტორი და რეჟისორი ოთარ იოსელიანი.
ამავე ფესტივალზე ნაჩვენები იქნა დიდო ცინცაძის ფილმი გასროლის შიშით, რომელმაც სან სებასტიანის რიგით 51 კინოფესტივალზე ოქროს ნიჟარა დაიმსახურა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კინოს სახლში, სადაც მიმდინარეობს გერმანიაში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორის დიტო ცინცაძის ფილმის ჩვენება, სახელწოდებით გასროლის შიში. შეიძლება ითქვას დახურული კინოჩვენება, რომელსაც მხოლოდ ჟიურის წევრები და აკრედიტირებული ჟურნალისტები ესწრებიან. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ კინოფირმა საქართველომდე ვერ ჩამოაღწია, მაგრამ იმედია სულ ცოტა ხანში ამ ფილმს კინოთეატრ ამირანში ფართო აუდიტორია იხილავს. მანამდე კი ჩვენ ვეცდებით თქვენი ცნობის მოყვარეობა ოდნავ მაინც დავაკმაყოფილოთ. Die beste. Im Abschluss wurde ja genügend Leute, die vielleicht Haben Sie die Tür offen gelassen? Ja. Nicht wehgetan? Geht? Geht's? ხარი ლაპარაკი უფრო მარტოობაზე, შიშზე, იმიტომ რომ მარტოობის ამხანაგია შიში, იმიტომ რომ როცა მარტო ხარ და გიხდება ეს რაღაცა ურთიერთობა არა გაქვს. მე ვამბობ ურთიერთობა შეიძლება გქონდეს, მაგრამ მაინც მარტო იყო, რამდენად იმიტომ რომ ჩაკეტილი როცა ხარ, სწორედ მაშინ შეიძლება მთელი უბედურებები დაგემართოს. ლაშა ბაქრაძე თამაშობს პატარა როლს, ჩემი ცოლი მარიკა გიორგობიანი ასევე ძალიან პატარა როლს და კიდე მუსიკოსები, ვისთანაც ერთად ჩავწერეთ, გიგიმ ჩაწერა მუსიკა. ჩემთვის ამ ფილმში მოაწევას მიღება საინტერესო იყო, იმიტომ რომ თვითონ საინტერესო ფილმი არის, ძალიან სპეციფიკური ფილმია და კარგია რომ პატარა როლი მეც ვითამაშე და რაღაც პატარა ჩემი ღვაწლიც არის ალბათ იმაში, რომ ფილმმა მიიღო სან სებასტიანში და სხვა ფესტივალებზეც იმედია კიდე მიიღებს რაღაცა პრიზებს. საკმაოდ წარმატებულად დაბრუნდნენ მოსკოვიდან დრამატურგები ბასა ჯანიკაშვილი, ლაშა ბუღაძე და მანანა დოიაშვილი. მათი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები წარმოდგენილი იყო მოსკოვის თეატრალურ ფესტივალზე ახალი დრამა. ამ წლის დასაწყისში გავაგზავნეთ პიესები მე ლაშამ და მანანამ. არის ესეთი ქალბატონი მაია მამალაძე, თეატრალური კრიტიკოსი, რომელიც მოღვაწეობს რუსეთში უკვე დიდი ხანია. და მაია მამალაძემ თარგმნა ჩვენი პიესები ძალიან კარგად, სხვათა შორის ცოცხალ ენაზე. ფაქტიურად ახალი პიესა დაიწერა, იმიტომ რომ ჩვენ რუსული თქვათ ვიცით და გვესმოდა ჩვენი ტექსტი რუსულად. გაოცებული ვიყავით, რომ როგორ შეიძლება თქვათ, აი ესეთი კარგი თარგმანი მოხდეს და იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ განებერებული კარგი თარგმანებით ქართველები საერთოდ ეს რაღაც სამწუხარო რეალობაა ხოლმე. Ну зажигалку спокойно. Не зажигайте, а то закричу. Ну а если я хочу выкурить сигарету? Ну не выкурите. Да, сейчас. Подвиньтесь. Не с места, у меня в руках газовый пистолет. Стреляйте, где вы? 8 жизней и 8 мыслей. А нам с вами и одной пули хватит. Хватит! Замолчите! Асса! 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 ამ ფესტივალის მიზანი გარდა იმისა, რომ აღმოაჩინონ ახალი პიესები და ახალი ფორმები არის ის, რომ რუსეთის თეატრების რეპერტუარში შევიდეს ეს პიესები. მანანას პიესი დაინტერესდა რამდენიმე თეატრი, ასევე ვიცი რომ ერთ-ერთ რაღაც შუა აზიის ქვეყნიდან იყო დაინტერესება, რომ იქ დადგმული იყო მანანა დოიაშვილის პიესა, ლაშას პიესებიც და ჩემი რა ვიცი, მე მგონია რომ გააკეთდება ის რაც გვინდა რომ თქვათ ჩვენი პიესები ამეტყოლდეს და იყოს რეპერტუარში რომელიმე რუსული თეატრის. ჩვენთან ერთად ჩვენ ქართულ სამ პიესასთან ერთად იქ იყო სადღაც 2000-მდე პიესა და სულ დარჩა ამ ფესტივალზე სადღაც 30-მდე პიესა. ამ 30-ში ვიყავით ჩვენ. საქართველოსდან იყო 3 პიესა, იყო ასევე ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან, ქვეყნებიდან, ლიტვა და ლატვიიდან, იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და რამოდენიმე ევროპის ქვეყნიდან, მაგრამ რა ვიცი, შენ და სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა დრამატურგიამ ქართულმა.
ამ კვირაში ლექსენმა ჩაატარა საპროტესტო აქცია პოლიტიკაში ძალადობის წინააღმდეგ. თიკა ჯამბურიამ ამ კვირაში ახალ ვიდეოკლიპზე დაიწყო მუშაობა. სიმღერა სახელწოდებით ეს თბილისია ავთო ბადურაშვილს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი კი მანანა გურგენიძეს. პრემიერა იქნება მაესტროს არხზე, ხოლო ექსკლუზივის შემდეგ უკვე ალბათ სხვადასხვა არხებზე გავა. მოტეხა მაგას ითოდი არ დაეჭირა. თუ კიდეთ იქიდან ისა ეკლესიის ეზოა, კიდე? აი როგორ ჩადება. საერთოდ ყოველთვის არ მეუბნებიან რეჟისორები რა ხდება კლიპში და გადაღებისას ვიტყობ და ხვდები როგორც უნდა ვითამაშო და რაც უნდა გავაკეთო. ათში მეფარიძემ თავისი ახალი კლიპი, რომელიც ამსტერდამში გადაიღო, ამ კვირაში გააცნო ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს. დრო საფხული გადაღების ადგილი ამსტერდამი თბილისი ამსტერდამი ვიდეო ალიანსი არტინედი აუდიენცია დრო მიხვდები თურმე დარჩენას წასმაშჯობდა ზარსულმა ფიქრები მაინც გაგვიტოვა მიყვარხა მინდა იცოდე მიყვარხა სცენარის ავტორი არის რიჩარდ ცეიტლინი, ჩემი ახლობელი არის ჰოლანდიიდან, რომელმაც შემომთავაზა თანა სპონსორი არის ამ კლიპის და შემომთავაზა ეს სცენარი და მე უკვე მქონდა ჩაწერილი ეს სიმღერა, რომელიც მოვასმენინე და გაოგნებული დარჩა რამდენად ზუსტად ესე ვთქვათ მოერგო აი ამ იმას ხო. 5-იანს დაუძერდი ნამდვილად რომ ყოფილიყო დაუჭერთ ხუთბალიანი სისტემა 5-იანით შევაფასებდი, იმიტომ რომ ძალიან თბილი კლიპია. მე ვფიქრობ ძალიან კარგი სიმღერა არის, ძალიან კარგი სიტყვები ადევს ამ სიმღერას და ძალიან კარგი კლიპია. ძალიან მომეწონა ნანიკა კალადოზიშვილი, ძალიან კარგია. მე ვფიქრობ რომ კომპლექსში კარგი ნამუშევარი არის, მაგრამ აი რუსები რო თქვენ ნანია კლიპ ძერჟიცა, ძალიან კარგი ნამუშევარია პირადად აი ამ ნანკას. მართლა ძალიან მომეწონა. იმდენად მომეწონა რომ აი ფეხზე დგომისგან ცუდად გავხდი. მინდოდა რომ სადმე დაუმჯდარიყავი რომ ისე მენახა. მართლა ემოციებით ვარ სავსე. ვულოცავ აჩიკოს და მთელ გადამღებ ჯგუფს ძალიან კარგი იყო. გირჩოთ დაიწყოთ მზადება ასტუდიოს თაყვანისმცემლებო. ფიქრობ მიაქცევდით ყურადღებას, რომ 16 ოქტომბერს სპორტის სასახლეში და აჭარა მიუზიკლში ასტუდიო კონცერტს გამართავს. მათ შემოქმედებაში სიახლეებია. ალბათ გახსოვთ, რომ ჯგუფის ისტორია არც მეტი არც ნაკლები 16 წელს ითვლის და მის შემოქმედებით არქივში 10-ზე მეტი ალბომია. ჯგუფს თავისი არსებობის მანძილზე ჰქონდა როგორც აღმავლობის, ასევე კრიზისის პერიოდები. კოლექტივიდან მიდის ვოკალისტი, საკმაოდ ცნობილი საქსაფონისტი ბადირხან შუკენოვი. თუმცა ახალი წევრი პალინა გრიფისი არანაკლებ პოპულარული ხდება. მისი მისვლის შემდეგ ასტუდიო წერს ახალი სტილის სიმღერებს და აქცენტი გადადის საცეკვაო სადისკოტეკო მუსიკაზე. ახლა კი სიახლის შესახებ. სექტემბრის დასაწყისში ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ახალი ინგლისურენოვანი სიმღერის Since You've Been Gone ვიდეოკლიპზე. მის შექმნაში საკმაოდ ცნობილი კომპანია Music Video Production იყო ჩართული. კლიპში მონაწილეობა მიიღო ჯგუფმა N Evan Green და 7 მოდელმა. სცენარის მიხედვით ჯგუფ N Evan Green-ის ლიდერს ტომას თავს აწონებენ მოდელები, მაგრამ მას მხოლოდ პალინა აინტერესებს და სრულ იგნორირებას უკეთებს სხვებს. თავად პალინა, როგორც რუსული პრესა იტყობინება, არაჩვეულებრივ ფორმაშია, რაზეც საკმაოდ პოპულარულმა სტილისტმა ანა ალოხინამ იზრუნა. კლიპის პრემიერა მოსკოვში სექტემბრის ბოლოს შედგა. I recognize the truth you hide from me.
ამით ამოიწურა ჩვენი კვირის შოუ ბიზნესური ამბები. თქვენთან ერთად იყო ნინო, მე ხვალდილამდე ტოროლამდე გემშვიდობებით და როგორც ყოველთვის მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. კარგად.